დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემის სტუმრებთან ერთად ილია შაპირა, G-Group გლობალის დამფუძნებელი, ალექსანდრე ზოგასი, ეკოლოგი, ბიოლოგი ექსპერტი და ანა ტიბეგრელიშვილი, თარჯიმანი იმყოფებიან ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით. მადლობა. Hello. მადლობა მოგახსენეთ მომხდარებისთვის. Shalom. ანა დიდი მადლობა, რომ დღეს დაგვეხმარებით და ივრითიდან გვითარგმნი ქართულად სტუმრების საუბარს. პირველად მინდა გკითხოთ, როგორც ალბათ შაპირათი დავიწყოთ, რადგანაც დამფუძნებელი ბრძანდება ამ ორგანიზაციის. პირველ რიგში ჩვენ ტელემაყურებელს უკვე გავაცანით, რომ ეს ორგანიზაცია ძალიან სასიკეთო პროექტებს ახორციელებს და რომლებიც ჩვენ ქართველებს ძალიან გვიხარია, გამწვანების ძალიან კარგ აქციებს და პროექტებს ახორციელებს და უამრავ კარგ პროექტს. მე მინდა პირველ რიგში ვკითხო თვითონ ორგანიზაციის შესახებ, რომ გაგვაცნოს, როდის დაფუძნდა, რა იდეის საფუძველზე, რამდენი წელია ვთქვათ არსებობს ეს ორგანიზაცია. Ișamașe temoslim proiectul gădorul mod חשוב והיא רוצה לדעת קצת על החברה, מתי החברה נוסדה, מה בדיוק ההיקפים של החברה, שהחברה פעילה בה. אוקיי. החברה נוסדה, J-Group Global נוסדה ב-2007. 2007 წელს დაარსდა J-Group Global. זה למעשה כשאני השתחררתי מצבא, הייתי בצבא 6 שנים. ეს მას შემდეგაც ჯარიდან გავთავისუფლდი 6 წლის განმავლობაში იყო ჯარში. ეს ის მიშპაქტი. და ეს არის საოჯახო ბიზნესი, საოჯახო საქმიანობა, მამაჩემი სამსახურის კომპანიაში მოღვაწეობდა. החברה היא בשנות 90 המוקדמות. თუმცა უფრო ადრეული ისტორია კომპანიისა იწყება 90-იანი წლების დასაწყისში. זאת אומרת, בזמנו אבא שלי בשנת 95 בטורקמניסטן היה בין הראשונים שהכניס את הרעיון של השקיית עצים בטפטוף באקלים מדברי. მამაჩემი იყო ერთ-ერთი პირველი ინიციატორი თურქმენეთში, რომელმაც დანერგა მეთოდი, ასე ვთქვათ, წვეთებით მორწყვის მეთოდი 95 წელს. ეს რას გულისხმობს რა თან? ეს სისტემა განადგარია, ეს წვეთებით, ანუ ყავს ზიადად. ანუ ესა წვიმის პრინციპი ფაქტობრივად რა. החברה למעשה ממשיכה את הפרויקט הלאומי של טורקמניסטן, שהוא למעשה יצירה של חגורה ירוקה סביב עיר הבירה, על מנת לבלום את המדבור. და ეს არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯები, რომელიც გადადგა კომპანიამ და იგივე საქმიანობა გრძელდება. ეს თურქმენეთში დაიწყო პროექტის ფარგლებში, რომ ასე ვთქვათ, გაუდაბნოება თავიდან იქნას აცილებული, თუ ძალიან ცუდი კლიმატური პირობები იყო. საინტერესო ალბათ ბუნებრივად გაუჩნდებოდა ტელემაყურებელსაც ეს შეკითხვა. ახლა კონკრეტულად რა პროექტს ახორციელებენ საქართველოში და რატომ საქართველო, მაშინ როდესაც ჩვენ გვაქვს ჩვენ ქვეყანაზე წარმოდგენა, რომ ის მსოფლიოში გამორჩეულია, თქვათ, ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, აი გამწვანების კუთხით. საინტერესო. למה דווקא גיאורגיה? שוב, מכיוון שאנחנו מגדירים את גיאורגיה כאחת הארצות הירוקות בעולם, כלומר, למה צריך להוסיף? אוקיי, אני אתחיל, ואלכס בתור באמת איש מקצוע ביור ימשיך. אדון איליה דייצקובה, שמדי ואדוני אלכסיקה אקסלנט. כי בטח. אנחנו התחלנו בגרוזיה בתור חברת פרויקטים חקלאיים. זאת אומרת, הרעיון כשנכנסנו לגרוזיה לא דיברנו על יערות. זאת אומרת, אנחנו לא באנו לגרוזיה בגלל יערות. საქართველოში როცა დავიწყეთ მოღვაწეობა, ჩვენი მოღვაწეობა ზირითადად სოფლის მეურნეობის კუთხით იყო. ანუ ტყის გაშენებასთან დაკავშირებით არ იყო არანაირი, ასე ვთქვათ, აქტივობები დაგეგმილი. אבל לפני כשנתיים אנחנו זכינו פעם ראשונה לפגישה אישית עם הפטריארך. და 2 წლის წინ ჩვენ პირველად გვერგო პატივი და შევხვდით საქართველოს პატრიარქს. ושם הוא בעצם אמר לנו יש בעיה של ייעור. და სწორედ პატრიარქმა ვუთხრა მაშინ, რომ საკმაოდ დიდი პრობლემა არსებობდა ტყეების ქართული ტყეების. ומישהו צריך לטפל בזה. და ვინმე უნდა გამოინახოს აუცილებლად, რომელიც ამ საკითხს მიხედავ. וגם החלום של הפטריארך הוא בעצם לראות גרוזיה שוב ירוקה. ירוקה באמת, לא ירוקה ברמה של
דשא, אלא ייעור אמיתי כמו שזה היה פה לפני אפילו פחות מ100 שנה. და სწორედ რომ პატრიარქის ოცნება ყოფილა ის, რომ მას ენახა ისევ ისეთი გამწვანებული საქართველოს, როგორც იყო თუნდაც 100 წლის წინ. გამწვანებაში არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, ბალახი და მოკლედ და დაბალი მცენარეები, იგულისხმება ტყე, რაც ქვია ტყე. גרוזיה באמת מדינה יפהפייה, מאוד ירוקה בעיניים של ישראלים שאנחנו יותר רגילים לתמונות של מדבר והרי ירושלים. საქართველოს ნამდვილად ულამაზესი და ძალიან მწვანე ქვეყანაა, მით უმეტეს ისრაელთან შედარებით, რომ ჩვეულებრივ უდაბნურ კადრებს. התמונה הזאת היא מטעה, נגרם נזק משמעותי ואפילו הייתי אומר קריטי לכל הנושא של יערות בגרוזיה, במיוחד בשנים האחרונות, זאת אומרת שנות ההקמה של המדינה. ხოლო ეს ასე ვთქვათ გამწვანებული კადრმა არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ზეგავლენა მოხდა ბუნებაზე ბოლო წლების განმავლობაში. უარყოფითი რა თქმა უნდა. რამაც გამოიწვია, საკმაოდ კრიტიკული შედეგები გამოიწვია. אנחנו כבר היום מזהים זנים שפשוט נכחדו וספק אם נוכל לשקם אותם. ძალიან ბევრი სახეობა საერთოდ გაქრა. ძალიან რთული იქნება მათი აღდგენა თუ შეეძლოთ საერთოდ. სამწუხაროდ. גרוזיה כגרוזיה היא מאופיינת בהמון זנים ייחודיים לאזור הזה שלא קיימים במקומות אחרים. באלכס גם יכול להרחיב את זה. ენდემური წარმოშობის მცენარე და ცხოველიც არის, რომელზეც ბატონი ალექსი გაგვივცობს და მათი აღდგენა უკვე საკმაოდ რთულია. აი ბატონ ალექსის ვკითხოთ მაშინ რა მდგომარეობა ამ კუთხით საქართველოს ტერიტორიაზე ენდემურ ჯიშებზე რა სიტყვის, აი რამდენად შემაშფოთებელია სტატისტიკა ვთქვათ ამ ქრალი მცენარეების. მოგშა בקשר לזנים אנדמיים. מה זה בעצם? גיאורגיה מבחינת מדע זה קרוב ל-12,000 מינים של בעלי חיים. საქართველოში დაახლოებით 12,000 სხვადასხვა სახეობის ცხოველია. מעל 4,100 של מינים צומח. 4,100-ზე მეტი მცენარე. בתוכם 400 מינים של עצים. აქედან 400 სახეობა ხის კონკრეტულად. וכל המספרים האלה מסכמים ש20% מזה זה מינים אנדמיים ייחודיים לגיאורגיה. და ყველა ამ ციფრების ჯამური რაოდენობიდან 20% არის ენდემური წარმოშობის მცენარეები, ანუ ადგილობრივი მცენარეები და ცხოველები. זאת אומרת, מבחינת המדע, מבחינת האנושות ויחס, צריך לשמור את זה. וחוץ מזה, מערכות האקולוגיות הגיאורגיים הם נכנסו לרשימה של הטופ, של החשיבות, מבחינת המערכות אקולוגיות בעולם. საქართველოს შეყვანილი იქნა ერთ-ერთ, ასე ვთქვათ, სიაში ერთ-ერთი პირველი ადგილებიდან ეკოსისტემის მხრივ. და აქედან გამომდინარე, მეცნიერულად ძალიან, ასე ვთქვათ, საფრთხილო არის ეს ჯიშები, რომ შევინარჩუნოთ. חוץ מזה, קיים פה אחד מהיערות הוותיקים ביותר, יער רליקטי. המולקולרי הוא בין 5 מיליון שנה, אולי יותר. საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ტყე, მულიթი. איך זה נקרא? רליקטי. ანუ რელიქტური ტყე, რომელიც ითვლის ძალიან ბევრ წელს, ანუ ძალიან უძველესია, ასე ვთქვათ. כאלה יערות בודדים בעולם שנשארו, זה בעצם גיאורגיה. יש מעט מקומות בארצות הברית ויש גם באוסטרליה. ასეთი ტყე ძალიან ცოტა არის შენარჩუნებული, ერთ-ერთი არის საქართველოში, არის ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში. დიახ. ანატი მე მინდა უთარგმნოთ ჩვენ სტუმრებს ჩვენი წინაპარი ოდითგანვე განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში იყო ბუნებასთან და მან იცოდა ამისი ფასი. თუმცა მიზმანე მაიუ бекешер მოდა დუკიმა თევავე ადამა. თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენ ქვეყანაში მძიმე ვითარებების გამო ნაკლებად ექცეოდა ამას ყურადღება და უმოწყალოდ უკანონოდ იქნა გაჩეხილი ძალიან დიდი მასა ხეტყისა. אבל יחד עם השנים כשהמצב יידרדר, הרבה מאוד אנשים החלו לכרות עצים באופן בלתי חוקי. ჩვენ გვეჩვენება და დაგვეთანხმებიან თუ არა ამაში, რომ ჩვენ საზოგადოებას სამწუხაროდ ნაკლებად აქვს დღეს
გააზრებული ის რისკები და საფრთხეები, რაც შეიძლება ასეთ დამოკიდებულებას ბუნებასთან მოყვეს მომავალში. וחושב שהאוכלוסייה בעצם היא לא מודעת לסכנות שקיימות יחד עם זה, והוא שואל אם אתם מסכימים איתו. და როგორ ფიქრობენ, როგორ შეიძლება აი ამ ცნობიერების ამაღლება მოხდეს? אפשר להרים את התודעה באוכלוסייה. מודעות זה אחד הדברים החשובים, להכניס את זה אצל האוכלוסייה. ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი שזה תהליך יותר קשה מאשר לחקור את המערכת, כי זה צריך לשנות חשיבות בתוך ეს კვლევაზე რთული პროცესი არის, იმიტომ რომ ადამიანს უნდა შეუცვალო თვალსახედვა. כדי שזה יקרה צריכה להיות אלטרנטיבה לכריתת יערות. ეს რომ მოხდეს, უნდა მოიპოვოს გარკვეული სახის ალტერნატივა ხეების გაჩეხვისა. בשלב הזה עוד מוקדם להגיד שהבן אדם מסכים לשלם יותר כסף רק כדי לשמור עץ. ამ მომენტში რთულია იმის თქმა, რომ ადამიანი მზად არის უფრო მეტი სახსრები, ასე ვთქვათ, გაიღოს და უფრო მეტი ფული გადაიხადოს, ვიდრე ხე შეინარჩუნოს. בעצם הכלכלה והמצב עצמו של האדם שהוא צריך לחמם את הבית הוא קובע יותר. וצריך עבודה מאוד קשה, כולל תקשורת, כדי לשנות את החשיבה של האוכלוסייה. აქედან გამომდინარე, ადამიანისთვის უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკური მხარე და რაღაც ზამთრის, ასე ვთქვათ, გათბობის საკითხი და სწორედ ამ კუთხით არის ძალიან ბევრი სამუშაო ჩასატარებელი. ובנוסף, בעצם הכלכלה צריכה להיכנס לפה יותר חזק כדי לבנות בעצם את התשתיות שיוכלו לבנות גם את האלטרנטיבה לקריטה וגם עוד רווחים שיכולים להפיק מהיערות עצמם. და სწორედ მედიის საკითხი არის, მედიის საქმე არის სწორად რომ ამ ცნობიერების ამაღლება და ეკონომიურად უნდა რამენაირად ხელის შეტყობა გამოინახოს, რომ მოხდეს ამ ტყეების, ასე ვთქვათ, საფუძვლის ჩაყრა იმისა, რომ ადამიანში გამოიწვიოს მძღვნელობითი გრძნობა იმისთვის, რომ ეს ეკონომიკურადაც, ასე ვთქვათ, ხელსაყრელი იყოს და რა თქმა უნდა დღის סטטוס-קוו pirobebiden გამომდინარე. חשוב מאוד לציין שאנחנו מאוד אופטימיים לגבי הפרויקט משתי סיבות עיקריות. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები ამ პროექტთან დაკავშირებით, ორი ძირითადი მიზეზი არსებობს ამისა. קודם כל הנוכחות של כנסייה בתמונה בתוך הפרויקט הזה כשותף מלא לפרויקט מוסיפה המון בגלל ההשפעה של כנסייה בגרוזיה. პირველ რიგში ეს არის ეკლესიის მხარდაჭერა ამ პროექტის, იმიტომ რომ ეკლესიას და საპატრიარქოს ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს მოსახლეობაზე. הפן השני, אנחנו רואים את השינוי שגרוזיה עברה בשנים האחרונות, שהוא שינוי מאוד חיובי. המדינה התפתחה, שזה מעיד על כך שהעם, האוכלוסייה פה, היא מאוד פתוחה לשינויים ולשינויים תודעתיים. זאת אומרת, אנחנו נופלים פה על איזושהי קרקע מאוד פוריה מבחינת להיכנס עם דעות חדשות, עם רעיונות חדשים. მეორე მხრივ არის ბოლო მიმდინარე წლებში საქართველოში განხორციელებული ძალიან ბევრი ცვლილება. ანუ შესაბამისად ხალხიც, ასე ვთქვათ, ღია არის ცვლილებისკენ და ახლის შემოღებისკენ. შესაბამისად ეს ძალიან ნაყოფიერი ადგილია ჩვენთვის, რომ ხალხისთვისაც მისაღები იქნება და მიწაც ძალიან ნაყოფიერია. შესაბამისად შერწყმა არის ასე. ძალიან დიდი მადლობა ამოიწურა ჩვენთვის განკუთვნილებზე. ჩვენ აქვე უნდა აღნიშნოთ ალბათ, რომ საპატრიარქოში არსებობს სპეციალური ფონდი, რომელიც გამწვანებას ემსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით და პატრიარქის მოწოდებაც გვახსოვს ჩვენ, რომ თითოეულ ადამიანს მოუწოდათ 7 ხეთვარცდები რაოდენობას დარგოს წელიწადის განმავლობაში. მე აი სულ ორი სიტყვით ყველაზე შემაშფოთებელი ალბათ სტატისტიკა თქვენ უფრო კარგად იციან ალბათ ჩვენ ასტუმრება საქართველოს მასშტაბით რა ხდება, მაგრამ ჩვენ რასაც ხედავთ თბილისში, ჩვენს დედაქალაქში, ხე არსადაღარ არის, ყველგან კორპუსი და ნაგებობაა ჩადგმული და ეს თემა პირადად მე ძალიან მაწუხებს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს. რა სიტყვით, აი ძალიან მოკლედ რაღაც მათ კიდალა ala იღბიღაც მაშე כמות העצים הלכה וירדה בשנים האחרונות. יש פה בעיה סביב תביליסי, סביב העיר התביליסי.
אבל יש פה לא רק השפעה אנתרופוגנית בעצם, אלא גם השפעה של שינויים אקלימיים. აქ არა მხოლოდ ადამიანის ხელის ჩაგების პრობლემა არის, არამედ ასევე კლიმატური ცვლილებები. בגלל השינויים האקלימיים יש היום חדירה מסיבית של החרקים שאף פעם לא היו פה, מחלות שאף פעם לא היו פה. ძალიან ბევრი ქვეწარმავალი გამრავლდა, ისეთი ქვეწარმავალი, რომელიც აქამდე არ იყო, ძალიან ბევრი დაავადება გავრცელდა, ანუ იგულისხმება ובגלל שליערות ולמינים האלה זה משהו חדש, הם לא מותאמים, אין להם הגנה, הם עדיין לא פיתחו את ההגנה והתאמה. და აქედან გამომდინარე, არსებული მცენარეები არ არიან, ასე ვთქვათ, მომზადებული ასეთი ცვლილებებისთვის და ვერ მოხდა მათი, ასე რომ ვთქვათ, დაცვა. თუმცა თბილისის შემთხვევაში მე მგონი უფრო გლობალური პრობლემა არის შენობების პრობლემაც. И у меня что-то Тбилиси, и חושבת שהבעיה היותר גדולה זה הבנייה המתמשכת. כן, זה לא רק תביליסי, בכל העולם יש היום בעיה. סופליוש יש פרובלמה. קורפוסის აშენებას ძალიან ათეულობით ხეწირება ასეც. חדירה בעצם בתוך השטחים פתוחים הטבעיים וכיבוש בעצם של השטחים הפתוחים גורם גם לבעיה. ეს ასე ვთქვათ უხეში შეჭრა ღია სივრცეებში და მათი დაუფლება და ასე ვთქვათ დამუშავება, რა თქმა უნდა, დიდ სავალალო შედეგებს იწვევს. אבל היום יש הרבה פתרונות וניתן לבנות בעצם בר קיימא ולעשות את השיווי משקל בין האקולוגיה, בין האדם ולהגיע לאיזושהי מסקנה בין כולם שאפשר גם לחיות בתוך הבר קיימא, לטפח אותו ולראות גם את הטבע וגם בעצם האוכלוסייה יכולה ליהנות מזה. თუმცა არსებობს, რა თქმა უნდა, მშენებლობის ტიპები, რომლებიც ეკოლოგიურად უფრო ასე ვთქვათ, ხელსაყრელია და სწორედ ამ დროს ხდება შერწყმა. ანუ ეკოლოგიის, კომფორტის და აქედან მხოლოდ ადამიანი დარჩება მოგებული. თავი ამაზე ვიფიქროთ ჩვენ. მაშინ ხაშულზე לחשוב-על-זה. הניסיון העולמי מראה גם שפרויקטים מסוג יערות בכלל, כאלה שעוסקים ביערות, בסוף מובילים לכך שהפריפריה נהיית יותר אטרקטיבית בעיניים של צעירים. זאת אומרת, בכך אנחנו גורמים להם לרדת מהעיר ולהוריד מהעומס מהעיירות ולפתח את הפריפריה, זאת אומרת לחזור לכפר מה שנקרא. მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, ცხადი გახდა, რომ ტყეების გაშენების ასეთი მსგავსი პროექტები, რომელიც ითვალისწინებენ ტყეების გაშენებას, იწვევს მოსახლეობის, პირველ რიგში იწვევს პერიფერიის უფრო მეტად ათვისებას და უფრო მეტ მიმზიდველობას. უფრო მეტად ახალგაზრდებისთვის. ანუ ხდება ქალაქის გათავისუფლება. და შესაბამისად ეს ძალიან კარგია. თორე რომ ჩვენთან სოფლები დაცლილია. ბატონო ილია, ბატონო ალექსანდრე, ჩვენ გვინდა მადლობა გადაგიხადოთ პირველში მოგზაურობისათვის. შემდეგ იმისათვის, რომ ყველასთვის ცნობილია თქვენი ისტორიული სამშობლოს კლიმატური პირობები. ותודה הסיבה השנייה שרוצה להגיד לכם תודה זה שכולם יודעים על המצב האקלים הלא כל כך טוב בארץ. თუმცა ამ ფონზე თქვენი მცდელობები რომ ერთგვარ ოაზისად იქცა ეს אבל הצלחתם להפוך אותה לגן עדן. ჩვენ უფრო დიდ იმედს გვაძლევს იმისა, რომ პრობლემები, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ და რომელიც არსებობს ჩვენ ქვეყანაში, ჩვენივე თითოეული მოქალაქის ხელშეწყობით იქნება დაძლეული. וזה בעצם מה שנותן לנו את התקווה שהפרויקט הזה יהיה מוצלח ותקוות גדולות מאוד יתגשמו פה. ჩვენ ერთად შეგვიძლია უკეთესობისკენ სამყაროს შეცვლა და მადლობა თქვენ ამისათვის. את העולם על הצד הטוב ביותר. בעצם יערות גיאורגיה זה לא רק נכס של גיאורגיה, זה נכס עולמי בעצם. ქართული ტყეები არა მხოლოდ ქართული სიმდიდრეა, არამედ მთელი მსოფლიოს სიმდიდრეა. და დიდი მადლობა მათ ასევე ორმაგი იმისთვის, რომ ამ ყველაფერს და თავიანთ ცოდნას და ძალებს სწორედ ჩვენ ქვეყანას ახმარებთ. תודה רבה שבאתם את הידע שלכם ואת המעשיות שלכם דווקא לפה לגיאורגיה. Thank you. Thank you. შევახსენოთ. ძალიან დიდი მადლობა შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს ილია